Good times for a change. See the look I've had can make a good man turn back. ხეს მივდივარ KU ფესტივალზე. ეს არის კოპენჰაგენის უნივერსიტეტის ფესტივალი, მხოლოდ კოპენჰაგენის უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის, რომელიც იმართება ხოლმე ყოველწლიურად მხოლოდ ერთხელ წელიწადში მაისში. პირველად დავესწარი შარშან და თან მოხალისე ვიყავი ბარში ჩემს მეგობრებთან ერთად და ერთ-ერთი ჰაილაითი იყო ჩემი აქ სწავლის განმავლობაში. და წელსაც დავრეგისტრირდი მოხალისედ მეგობრებთან ერთად, თუმცა აი საშინელი ამინდია, იმიტომ რომ ღია შოუ არის, ანუ მუსიკალური ბენდები იქნებიან უმეტესად დანიური როკ ან პოპ ბენდები, რომლებიც აქ კოპენჰაგენში ძალიან პოპულარულია და ესევე როგორც ვიცი უცხოური ბენდებიც. შარშან მეტალიც იყო სხვათა შორის და ძალიან კაი იყო, ძალიან. ხო და ეხა ისე წვიმს გარეთ. თან გადახურული არ არის, ანუ ბაღში უნდა ვიყოთ ფაქტობრივად. ხო და რას ვაპირებთ არ ვიცი, ან ორგანიზატორები რას ფიქრობენ. თუმცა რასაც დანიელები ძალიან ხშირად ამბობენ ხოლმე არის ის, რომ არ არსებობს ცუდი ამინდი, არსებობს მხოლოდ ცუდი ტანსაცმელი. ხო და დღეს ერთი დღით, რამდენიმე საათით მეც ვიქნები დანიელი და მაინც ველოცი წავალ და ვნახოთ აბა როგორ იქნება. 4 საათის განმავლობაში სხვადასხვა კოქტეილებს და სასმელებს გავაკეთებ ჩემს მეგობრებთან ერთად და თქვენს გაჩვენებთ ჰაილაითებს. თანი საბზამთრის კურიკა რომაცვია 23 მაისია. ანუ ერთ კვირაში უკვე ზაფხულია. Daydream, I fell asleep amid the flowers for a couple of hours on a beautiful day. Daydream, I dream of you amid the flowers for a couple of hours. Such a beautiful day. I dream of the places I've been with you, how we sat in the street flowing by, and then when I kissed you and held you so near. Tell me why you're so shy. It's actually video. მოკლედ, ფლიმარკეტები და second hand shop-ები კოპენჰაგენში და მთლიანად დანიაში არის ძალიან დიდი რაღაც. არც დიდად fast fashion-ის მოყვარლები არ არიან და ძალიან პოპულარულია მოკლედ ფლიმარკეტები და ყოველ კვირას დაახლოებით 2-3 ჯერ მაინც იმართება. და რადგან ჩემი დორმიტორი ძალიან ცენტრში არის, აი ნებისმიერ დროს როცა არ უნდა გავიდე 2-3 გამოფენა მაინც მხვდება გარშემო და ზოგჯერ თვითონ ჩემს დორმიტორში, იმიტომ რომ რაღაც სპეციალური ოთახები არის ივენთებისთვის და გამოფენებისთვის და ქირაობენ ხოლმე ფლიმარკეტებისთვის და მე ყველა მოდის და რაც არ ჭირდებათ იმას ყიდიან. თან ეს ყველაფერი იმდენად ნდობაზია დამოკიდებული, ეს იყო ერთ-ერთი პირველი ჩემი შოკი, როცა კოპენჰაგენში გადმოვედი საცხოვრებლად. თვითონ გამყიდველებიც არ სხედან ხოლმე თავიანთი პროდუქტის გარშემო ყოველთვის, ესე დადიან და თვითონაც ათვარიელებენ, რამე თუ დაჭირდეთ და უბრალოდ მითითებული აქვთ ქაღალდის ფურცელზე mobile pay და ანუ თავიანთი ნომერი. ეხლა ეს mobile pay არის აპლიკაცია აქ, სადაც ნებისმიერი გადარიცხვა ხდება ნომრის საშუალებით. ხო და არ ვიცი რამდენად გაგიგიათ ზოგადად ეს დანიური კულტურა მთლიანად ნდობაზე არის დამოკიდებული არა მხოლოდ ამ შემთხვევაში, არამედ აი ზოგადად ყველაფერში. ნებისმიერ სამსახურში, ან თუნდაც აკადემიაში, აი მაღაზიებშიც, როცა რამეს ყიდის ადამიანი, აი ნებისმიერ შემთხვევაში თვითონ არ არიან ხოლმე, უბრალოდ თავიანთ ნომერს უთითებენ და ტოვებენ. და ეს ხალხი იმდენად აქვთ ეს პასუხისმგებლობის გრძნობა და რაღაც community feeling-ი გათავისებული, რომ ყოველთვის ესე ურიცხავენ, იღებენ უბრალოდ პროდუქტს და მე ამ მითითებულ ნომერზე თანხას რიცხავენ. ეს ერთ-ერთი ჩემი შოკი იყო, რომ გადმოვედი აქ, მეთქი ძალიან განსხვავებული. ხო და დღეს იყო ჩემს დორმიტორში ერთ-ერთი ფლიმარკეტი, სასერნოდ რომ მივდიოდი, მაშინ დავინახე ქვემოთ
და რამოდენიმე ვიდეო გადავიღე ზოგადად რა ტიპის ფლიმარკეტები იმართება ხოლმე, თუმცა უმეტესად როცა კარგი ამინდია, უმეტესად გარეთ იმართება ხოლმე. ეხლა უბრალოდ ძალიან წვიმდა და თან 8 გრადუსი არის გარეთ, ანუ ჩვეულებრივი ზამთრის ტემპერატურა. ხო და გაჩვენებთ. თუმცა ამ თემასთან დაკავშირებით ცალკე ვიდეოს ჩაწერაც მინდა, იმიტომ რომ აი რაღაცა სასწაული ხდება ხოლმე უიკენდზე, როცა ფლიმარკეტების სეზონი იწყება და როცა განსაკუთრებით მაშინ, როცა კარგი ამინდი არის. ხალხს ისეთი საოცარი რაღაცები გამოაქვს და ისეთი რაღაცების პოვნა შეგიძლიათ ძალიან დაბალ ფასად, რომ გაგიჟდები. ხო და მივდივარ ხოლმე და ესე მომაკ ყველაფერი, რაც არ მჭირდება, თუმცა უბრალოდ მინდა რომ მქონდეს. ცოტა ქარია, მაგრამ არა უშავს, მაინც ჩავწერ ამ ვიდეოს. ეხლაც ვარ ერთ-ერთ ფლიმარკეტზე, ლაბანახა ესე ქვია ამ ადგილს, წყალთან არის ძალიან ახლოს, არხებთან. და თან ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ადგილია, იმიტომ რომ ყველაზე ლამაზი ადგილები არის აქ, ანუ ამის გარშემო მთელს კოპენჰაგენში ჩემი აზრით. ყველაფერი წყალთან არის ახლოს, აი ნებისმიერი ადგილზე პატარა ხიდები არის და თან ველოპილიკები მოკლედ ულამაზესი და აქ ხალხი მოდის ხოლმე ძალიან ხშირად საცურაოდ. ეხლა ვიდეოებსაც გაჩვენებთ და დღეს გამოაცხადეს უბრალოდ გუშინ გავიგე, რომ დღეს იყო ფლიმარკეტი და აი იმ თანხას, რომელიც შეგროვდება აქ, მთლიანად ურიცხავენ იმ NGO-ს, რომლისთვისაც ვმუშაობ როგორც ფოტოგრაფი. ხო და ძალიან გამიხარდა 1-2 ისიც მახე ის ადამიანი, ვისაც იქ იმ NGO-ში ვმუშაობ და მოკლედ მინდოდა რომ გამეზიარებინა ეგეც. I fell asleep amid the flowers for a couple of hours. სახლის გზაზე სხვადასხვა ფლიმარკეტები ჩემხვდა, ამიტომ მინდოდა რომ ესენიც გამეზიარებინა თქვენთვის, იმიტომ რომ ვფიქრობ ულამაზესი ნივთები იყო განსაკუთრებით ამ დღეს. კოპენჰაგენში ძალიან უყვართ ძველი იშვიათი ნივთების გამოფენებიც და ძალიან ბევრ კოლექციონერსაც შეხვდებით, რომლებიც ამ იშვიათი ნივთების შედარებით ნაკლებ ფასად ყიდვას ცდილობენ. ამიტომ დარჩით ჩემთან ისიამოვნეთ ამ სილამაზეებით და შევხვდებით შემდეგ კვირაში. I dream of you amid the flowers for a couple of hours. Such a beautiful